ხელითა მამისათა და ძისათა და წმინდის სასულისათა. ამინ. მანდა და დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარება, როდესაც ამბავი, როდესაც მოციქულები ნავით მოდიან, ზღვა ხვიათ აგენდება, ამ დროს მოდის მაცხოვარი ზღვაზე ფეხით და შეძრწუნდებიან მოციქულები. ამ დროს პეტრე ეტყვის უფალო, უკვე თუ შენ ხარ, მიბრძანე, მეც გამოვიდე ფეხით ზღვაზე. და მოდიო უფალმა უთხრა და პეტრე გავიდა და ზღვაზე დადის. მაგრამ ამ დროს ძლიერი ქარი ამოვარდება და პეტრეს შეეშინდება და ჩაიძირება, ესე იგი, ვეღარ გაიგვის ფეხით ზღვაზე და უფალო იღუპება, ესე იგი, იხჩობა პეტრე და უფალო მიშველეო და მაცხოვარი აღუდგავს ხელს და ამოიყვანს პეტრეს. რას ნიშნავს ეს წმინდა მამების განმარტება? ცხოვრებისეული, ჩვენი ცხოვრებისეული, ჩვენი ცხოვრება, ამ ქვეყნიური ცხოვრება გავს ზღვაზე მოგზაურობას, გავს ზღვას. მართლა ზღვა ზოგჯერ არის დაწყნარებული, გინახიათ ყველასაურად. ზოგჯერ ოდნავ გობოქრობს, მაგრამ ზოგჯერ არც თუ ისე იშვიათად არის, ძალიან მრისხანი, სტიქია პირდაპირ საშიშია, ისეთი გობოქარია ზოგჯერ ზღვა. და ზუსტად ჩვენ ცხოვრებაც ესეთია, ძმანიდათა. ხან სიწყნარია ჩვენ ცხოვრებაში, ხან არის ისეთი პატარა განსაცდელები, პატარა ტალღებს რო გავს, მაგრამ არც თუ იშვიათად არის დიდი განსაცდელები, აი როგორც 9 ბალიანი ტალღა, აი ესეთი ტალღები გება ჩვენს ცხოვრებაში. არც თუ ისე იშვიათად. ეს ძმანო დანო ღვთის განგებით არის, ჩვენ ბევრჯერ გვიქვია ამის შესახებ. და აი მე მგონი ძალიან ბევრი ზუსტად ამას აღნიშნავს, რომ დღეს ვის ცხოვრებაში ზუსტად ესეთი ბობოქარი ხანა, ძალიან ხელავს ცხოვრებისეული ტალღები და პეტრეს მსგავსად ჩვენს ხშირად უსასრულობაში ვარდებით, ვიძირებით, ურწმუნოებაში და აი როგორც პეტრე მოახერხა მაინც და უთხრა უფალო ხელი აღმოყავ და გადამარჩინეო, ესევე ჩვენს ყოველთვის გვიტყვია ეს და კვლავ ვიმეორებ, ესევე ჩვენს განსაცდელსა და გაჭირვებაში ყოველთვის უნდა მიმართოთ უფალს და აუცილებლად თუ მიმართათ, აუცილებლად აღმოგვიყვანს უფალი და გადაგვარჩენს ჩვენ. დღეს ძმანო და დანო არის ხსენება მაკაბელთა. ესენი იყვნენ ძველი აღთქმის წმინდანები და ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნეში და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მაკაბელთა ცხოვრების დროს, როდესაც სირიამ, როდესაც ანტიოქიამ დაიპყრო ებრაელი ხალხი და თქვენ იცით, მაშინ ჭეშმარიტის ჯული მხოლოდ ებრაელებს და იმ სხვა წარმომადგენლებს, სხვა ერის წარმომადგენლებს ეპყრა, ვისაც ჰქონდათ მიღებული მათი ჯული და იყო ესეთი საინტერესო რამ. დამპყრობმა თქვა, ამ ერსო ჩვენ ვერ მოვარჯულებთ. ამიტომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დავიმორჩილებთ ამ ერსო, ესე ებრაელებს, რომელსაც ჭეშმარიტი ჯული ეპყრა, თუ ჩვენ მათში მოვსპოთ ზნეობას, მათში მოვსპოთ რელიგიას და მოიგონეს სამი რამ. რითაც უნდა დაემარცხებინათ მათში რელიგია, მათში ზნეობა. ეს იყო გააკეთეს დიდი მოედნები და ძალიან ხშირად მართავდნენ დიდ გასართო სანახაობებს. მეორე, გააკეთეს ესეთი რამ, რომ იცი თქვენ იუდეველთა სწავლა, განათლება მიმდინარეობდა თითქმის რელიგიურად, სულთლიანად. გააკეთეს ახალი სასწავლებლები, სადაც მთლიანად ამოიღეს რელიგია და ასწავლიდნენ პირდაპირ რელიგიის საწინააღმდეგოს. ოღონდ ძალიან ძლიერად, ძალიან უმაღლეს დონეზე და ებრაელობა მიაწყდა ამ სასწავლებლებს და დაივიწყეს ის თავიანთი სასწავლებლები. და მესამე, თქვენს ყველაზე ძლიერი იარაღი ყოველ დროში. მათ თქვენს მივცეთ გასაქანი მრუშობას და პირდაპირ განსაკუთრებით ახალგაზრდებში
პირდაპირ გააკეთეს ისეთი დაწესებულებები, სადაც ადვილად შეიძლება მისვლა და მრუშობა და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მრუშობისთვის შეეწყოთ ხელი. და იმდენად დიდად იმოქმედა ამ ყველაფერმა ახალგაზრდებზე და მთელებზე, რომ მთელი ერი გადაეშვა მრუშობის უნებაში, ხოლო სანახაობა აინტერესებდა და დაივიწყეს რელიგია. აი ზუსტად ამ დროს გამოჩნდნენ ეს საოცარი მოწამენი მაკაბელთა, რომლებმაც მიცეს მაგალითი მთელერს და ერმა ერი გამოფხიზდა და შეიტანა ძმანუდა დანო. ესე იგი, აკრძალული იყო ბავშვის წინადაცვეთაც. ეხლა არაფერი აღარ არის წინადაცვეთა, რადგან ახალი აღთქმა მოვიდა, მაგრამ მაშინ ჯულის აღსრულება იყო. და აღარავინ აღარ წვეთდა წინ, აი რომ წარმოვიდგინოთ ნატლობა არ ვაერძა. და ორმა დედამ გაბედა და თავის შვილი მერვე დღეს ესე იგი წინადაცვეთა. ორივე შვილებიანა აწამეს და მოკლეს ძმანუდა დანო. მე იცით რა გამახსენდა ძველი აღთქმის დედაშვილზე, აი მოწამეთაზე. გამახსენდა ქართველი დედა. თქვენ ალბათ იცით ეს იმერეთი იქნება განსაკუთრებით იმერეთში, კახეთში, ქართლში. ალბათ მე მინახია რომ აი ძალიან ხშირად მსმენი ესეთი რამე რომელიღაც თას აჩვენებენ. აი იქიდან ყიზილბაშების დევნის დროსო დედაო შვილით გადმოვარდაო რომ მოსდევდნენ ყიზილბაშები. და ესეთი ძალიან ხშირი ყოფილა ესეთი ამბები, ესეთი ამბები ძმანუდა დანო საქართველოს ძალიან ხშირად. აი გამახსენდა ზუსტად აი ეს წმინდა მოწამენი ძველი აღთქმისა. ასევე აწამეს მღვდელი ელიაზარი, რომელსაც უთხრეს ხორისხორცი ჭამე ყველას თვალწინ. ხორისხორცის ჭამა ახალ აღთქმაში ეს უკვე ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ვიცით ახალ აღთქმაში რას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ძველ აღთქმაში ეს იყო ჟულის შესრულება. ამიტომ ძმანუდა დანო იმან არაფრით არქნა და არ შეჭამა ხორისხორცი. მერე უთხრეს კარგი კაცი იყო, უყვარდა ყველას. აჰაო, ზროხის ხორცით შეგიცვლითო. არა, რა მნიშვნელობა აქვს, ახალგაზრდობა ხო იფიქრებს, რომ მე ხორისხორცს ჭამ. და ამის გამო აწამეს და მოკლეს ელიაზარი და დედა, რომელსაც ყავდა 7 ვაჟი, 7 ბიჭი, მართაც მოთხოვეს იგივე და ყველა პატარამაც კი პატარა ბავშვმაც უარი თქვა და ასე აღასრულა ჯული და სულ ყველას თავი მოკვეთეს და ბოლოს აი ამ წამების თავი მოკვეთეს მანამდე საშინლად აწამეს ეს ბავშვები და ამ საშინელი წამების შემხედვარედ დედა ბოლოს თვითონ ადიდა ღმერთი და თვითონ გარდაიცვალა. აი ესენი იყვნენ წმინდა მოწამენი მაკაბელი და იმდენად იმოქმედა ებრაელ ერზე მათმა ასეთმა თავდადებამ, რომ ერმა გამოფხიზდა და სინანულში ჩავარდა ძმანუდა დანო. მე მგონი დღეს ძმანუდა დანო ყოველ ადამიანს, ქრისტიანს დღეს რაც გულისხმობ, მართლმადიდე თანამედროვე ყოფა ისეთია ძმანუდა დანო, რომ აი დევნა არ არის შეიძლება, მაგრამ ისი არის ყველაფერი მოწყობის სახში მიხვა, ტელევიზორს ჩართავ. იგივე სანახაობა არ არის, რაღაც მაკაბელთა დროს გაკეთდა, ამ საშინელ სანახაობას მე ტელევიზორს კი არ ვაკეთებ, მე გულისხმობ იქ სიბინძურეს, რასაც აჩვენებენ. თავისუფლად უყურებს ქრისტიანი ანდა ძმანუდა დანო ხედავ ჩვენ როგორ აცვია ქალებს ხო ან რა ხდება საერთოდ ირგვლივ და ამიტომ უჭირს მამაკაც უჭირს თანამედროვე ქრისტიანს უჭირს ეს ყველაფერი შეიძლება ადვილად ჩავარდეს მუშობის ცოდვაში ასევე განათლების მხრივ ჩვენ ხედავთ რომ თითქმის არაფერს არ აკეთებს ზოგიერთი ქრისტიანი რომ მართლმადიდებლად განათლდეს თითქმის არაფერს ალბათ არაფერს საერთოდ 12 მოციქულის სახელიც კი არ იცის უმრავლესობამ ძმანუდა დანო, როდესაც იციან უამრავ რეჟისორის სახელი, მსახიობის სახელი, პირდაპირ ბავშვებმაც კი ჩამოთვლია ზეპირად. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ აი ჩვენ შეიძლება არ არის დევნა, შეიძლება თვითონ ვიგდებთ თავს დევნაში, თვითონ ვიგდებთ თავს გასათერში. ამიტომ უდიდესი ყურადღება უნდა მიაქციოს ადამიანმა თავის თავს ძმანუდა დანო. უდიდესი ყურადღება რომ გადარჩეს დღეს სულიერად. არადა ეს ქვეყანა კიდევ ვიმეორებ ძმანუდა დანო, წამი და წუთია ქართველმა კაცმა წუთის სოფელი უწოდა ამ ქვეყნიურ ცხოვრებას და
რომ წარმოვიდგინოთ, აი ეს ქვეყანა უდიდესი აი ჭალებში აი იღბლიანი ადამიანი, რომელმაც რაღაც იღბლიანად განვლო მთელი ცხოვრება, ხო? მაინც ამოვება და მაინც ცუდი სოფელია ეს ქვეყანა. აი მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ვეფხისტყაოსანის პერსონაჟები, მათი ცხოვრება, ხო? ახლა მათი ისინი იყვნენ უდიდესი ბედნიერი ხალხი, მათი ცხოვრება დავთვალოთ ძალიან კარგად, იცით თქვენ ავთანდილის ტარიელის, ნესტან დარჯანის და თინათინის ამბავი და რა ბედნიერები იყვნენ, როგორ, მაგრამ რამდენი ტანჯვა და წამება გაიარეს მაინც მათ, მანო და დანო და აი მე უბრალოდ წაკითხვა მინდა ვეფხისტყაოსანს როგორ ამთავრებს შოთა რუსთაველი, იმის ნიშნად, იმის მაგალითისთვის თუ აი ესეთი ცხოვრებაც როგორ ამოვება და რა სიზმარი. შოთა წერს რომ გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამის, გარდახტეს გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამის, ვის გრძლად გონია, მისთვისა არის ერთი საწამისა, წერვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისა დამისა. ანუ ვინმე ის კი არ წერს სულელი და აი ვინ წერს შოთა რუსთაველი ამას. ასე რომ ნუ გამოვეკიდებით მამო და დანო ჩვენ სულიერ ცხოვრებას ბეწვისხიძე ნუ შევაგდებთ იმისთვის რომ რაღაცა საშინელება ვნახოთ ტელევიზორში ვინ რუშოთ, რაღაცა საშინელება ჩავიდინოთ სოდვაჩა აი ამის გამო ნუ განვაგდებთ, ნუ ავაგდებთ ჩვენ ცხოვრებას ბეწვისხიძე. და მე მინდა ვთქვა რომ აი ასეთი მცნება ახალ აღთქმაში იყავით ბრძენ, ვითარცა გველი აწყვარი აქვს. ნახეთ რა საოცარი მცნება, რომელიც უნდა აღასრულოს ქრისტე. იყავით ბრძენ, ვითარცა გველი. გველის სიბრძნე რაში მდგომარეობს? გველის სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ გველი ინახავს თავს, თუ მტერი მოსდებს, მას უნდა რომ თავი დაფაროს, თავი შეინახოს და თუ გინდა ტანზე შვაში გაჭერი, ის მაინც ცოცხალი რჩება. ესე იგი თავი, ხოლო მამები გვასწავლიან ჩვენი თავი, ჩვენი თავარი რაც არის, ეს არის ჩვენი სარწმუნოება. ჩვენს უნდა გავუფრთხილდეთ სარწმუნოებას. თუ სარწმუნოებას დაკარგავ, მაშინ ყველაფერი დაკარგულია. მაშინ ადამიანი აკარგავ, მაშინ აზრი არ აქვს ამ ცხოვრებას, ძმანო და დანო და ცხოვრება მართლაც საშინელი. აი ამაშია გველის სიბრძნე. და მამები ხომ ამბობენ რომ ყველაფერში დაინახე ქრისტე, ყველაფერი სახარებისეულ პრიზმით, სახარებისეულ კუთხით შეხედე ყველაფერს. და აი მე მომივიდა ესეთი აზრი. თქვენ იცით რომ დღეს ძალიან ამ ზაფხულს გამრავდა საქართველოში გველები. ძალიან ბევრი გველი, როგორც ინფორმაცია და თავადაც ხედავთ, ვინახე ყველა ამბობს რომ გველი გამრავდა. და ვფიქრობ, აი როგორ შევხედო ხა ამას სახარებისეული კუთხით და ვიფიქრე ესეთი რამ. ასე ხო არ უნდა შევხედო მეთქი რომ უფალმა დაუშვეს, იმიტომ რომ ეს ცნება არ გვახსოვს. რომ დაგვაუწყდა ეს ცნება და აი გაამრავლა უფალმა გველი რომ გაიხსენო რომ იყავი ბრძენ, ვითარცა გველი. თან იმ დროში, ზუსტად გასაჭირ დროში, იმ დროში, როდესაც ჭირს ცხოვრება, როდესაც სულიერად ფიზიკურად ჭირს ცხოვრება, ამ დროს გაამრავლა რომ ამით მიგვითითა იყავით ბრძენ, ვითარცა გველი. ისი არ მახსოვს და იქნებ აი ამ ცოცხალი მაგალითით ძმანო და დანო ავადგინოთ ეს ცნება ჩვენში. და ერთი საინტერესო რამ, ჩემთვის დიდი აღმოჩენა, ჩვენ ყავს ბევრში გველოლოგი, დავითი ესეთი პროფესიის კაცი და მას ვკითხებ, რატომ გამრავდა ასე გველები მეთქი. მან მიმასულა ძალიან საინტერესო რამ. მან მითხრა, ჩემთან როგორც გველოლოგთა სპეციალისტთან მოვიდა ტელევიზიიდან ჟურნალისტები და აიღეს ინტერვიუ. მე ვთხარი, საქართველოში არის 400,000 გაუთხოვარი ქალი. ეს არის ჩვენი ტრაგედია, ძმანო და დანო. ეს არის სასაცილო. 400,000 გაუთხოვარი ქალი ნიშნავს, რომ საქართველო არ მრავდება. და აი ნასახლარებზე, მიტოვებულ სახლებში, სოფლებში უამრავია ესეთი სახლები. იცით თქვენ რომ უკვე მიტოვებულია, იმიტომ არ მრავდება ხალხი და იქ ბაბუა გარდაიცვალა და დამთავრდა ეს კერა ჩაქრა.
იქ ან ახალგაზრდები წასულია ყველა საზღვარგარეთ და კერები სულ თავისუფალია საქართველოს სოფლები დაცლილი და აი ამ ადგილებში ამ უსახლო ადგილებში გვერმა იცის გამრავლება და ამისთვის რომ გააკეთებო ესეთი პროპაგანდა რომ გამრავლდესო ქართველიერიო და მოისმობა გველები დიდებული აზრია ძმათა და სამწუხარო ტელევიზიას არ მოეწონა ეს ტელევიზიას არ გაუშვია ეს ინტერვიუ მაგრამ მაქვს ბედნიერება რომ ეს გენიალური აზრი ამ ჩვენი ბრევლის სასწაული აზრი ძმათა და რომელიც მე წამს რომ აი ამას რაც მე ხავ თქვი ჩვენი დავითის აზრი ამას გაიგებს ძალიან ბევრი ქართველი ემიგრაციაში აქაც დაფიქრდებათ აი მარტო ეს სიტყვები ძმანო და მარტო ეს სიტყვები იქნება რომ გადააწყვეტინებს მათ ოჯახის შექმნას და ბავშვების გაჩენას ძმანო და ასე რომ მადლობა მინდა უთხრა დავითს ჩვენ ბევრს ბელოლოგს რომ მან არაფერი რო არ გააკეთო სხვა ამ ქვეყნა აი ეს სიტყვები ეყოფა მას იმისთვის რომ აი ამ სიტყვებისთვის იყო სიცოცხლე საჭირო და ბედნიერია დავითი რომ აი ესეთი ინტერვიუ თქვა ესეთი აზრი გამოთქვა ძმანო და მე მინდა ბოლოს დავასრულო მე მინდა ბოლოს ერთი რამ თქვა მოიწმინეთ ცოტა ხანი და დავასრულებთ ამის ჩვენ ძალიან ხშირად მე მრევლში სხვაგან სულ მეუბნებიან რატო არის საქართველოს ესეთ გასაჭირში რატო არის ესეთ მდგომარეობაში რატომ ასეთი რამეც აწუხებთ სხვა ერი მრავლდება აქ და მალე ხო თვითონ შენს კითხვაშია პასუხი რატომაც ჩვენ უბრძოლველად ძმანო და თმობთ საქართველოს უბრძოლველად აი ომიც არ არის საჭირო ისევ თმობთ საქართველოს თუ 400,000 ქალი გაუთხოვარი აბა წაგებულია ყველაფერი ბრძოლის გარეშეა დამარცხებული საქართველო ჩვენი ბრალი ეს სიყვარული და აი მე მინდა გითხრა თქვენიცით მამა ბესარიონი ჩემ მეგობარი მოდელია მას აი მამა ბესარიონზე ვიტყვი მამა ბესარიონს ყავს 12 შვილი მამა ბესარიონს ყავს 12 შვილი და გამოვთვალეთ მე და მამა ბესარიონი რომ 12 შვილი მამა ბესარიონს ხო ყავს თუ ეს 12 შვილი მოიყვანს და ის დაუჯახდება და გააჩენენ ასევე 12 შვილს მაშინ მამა ბესარიონს ეყოლება 140 მე მგონი თუ არ ვწდები 144 შვილიშვილი და თუ ის 144 შვილიშვილიც დაუჯახდება და გააჩენენ 12 შვილს მაშინ მამა ბესარიონს ეყოლება 1200 რაღაც შვილს გესმით და მე გადავიტანე აი ამ 400,000 გაუთხოვარ ქალზე გადავიტანე და თუ ეს ოჯახებს შექმნიან ეს ქალები ქართველი ქალები და ისინიც გააჩენენ 12 შვილს მაშინ 25 წელიწადში საქართველოს იქნება 120 მილიონი ხედავთ რომ ჩვენი ხელით გვაქვს დამოფული საქართველო აი 12 შვილს დაანებეთ თავი ნახევარი აი 6 შვილი 60,000 მილიონი იქნება საქართველოს 60 მილიონი გესმით ძმანო და აი ამ ყველაფერმა უნდა დაგაფიქრო და ბოლოს ამით დავამთავრებ ხშირად ამბობენ მეორედ მოსვლა იქნება უკვე მალე ზოგი ამბობს ანტიქრისტე დაიბადა ასე შემდეგ ეს არავინ არის მაგრამ მე მინდა ვთქვა თანამედროვე წმინდა მამის ძალიან ხატოვანი გამონათქვამი როდესაც მას კითხეს რა დროა ეხლა მამაო ესე იგი რა ხდება მან უპასუხა ეხლა იცით რა დროაო ჩვენო გეთსამანის ბაღში ვართო და იუდა უკვე წასულია ჯარის მოსაყვანად გამიგეთ აი ესეთი დროა ნამდვილად მე მგონი ასე რომ ვიყოთ ფხიზლად და სულ ანტიქრისტეს დრო რო იყოს ძმანო და სულ ანტიქრისტეს დრო ქრისტიანი ბედნიერია როდესაც ქრისტეს ცემს თაყვანს და თუ ქრისტეს ცემს თაყვანს ბოლომდე ანტიქრისტეს დროც რო იყოს ქრისტიანი არის კომფორტში ასე ვთქვათ ჩხარებში ქრისტიანს არაფერი არ ევნება ძმანო და დაგლოცოთ